ძვირფასო კომისარო, ბოლო 15 წლის განმავლობაში უნგრეთზე პოლიტიკურ ჯადოქრებზე ნადირობა მიმდინარეობს, რასაც თან ახლავს მუდმივად მზარდი აბსურდული ბრალდებები და ირაციონალური მბრალდებლები. აღარანაირი მნიშვნელობა არ აქვს უნგრეთზე გამოქვეყნებულ ანგარიშებს. თქვენ ცილი მათ უკვე ყველაფერში დასწამეთ. დასკვნა ყოველთვის ერთი და იგივეა, თქვენ ტყუილებსა და ორმაგ სტანდარტებს იყენებთ. ის ადამიანები, რომლებსაც ორბანოფობია სჭირთ, სრულებით არ არიან დაინტერესებულნი რეალური ფაქტებით. მათ მიერ წაყენებული ბრალდებები ეფუძნება პოლიტიკურად მოტივირებული არასამთავრობო ორგანიზაციების რეპორტებს. იმ NGO-ების რეპორტებს, რომლებიც ახლა უკვე ყველამ იცის, რომ ევროკომისიას ექვემდებარებიან, რადგან სწორედ ევროკომისიიდან ფინანსდებიან. უნგრეთზე თავდასხმები გრძელდება და ეს იმიტომ ხდება, რომ უნგრეთი საკუთარ ეროვნულ ინტერესებს იცავს, რადგან უნგრეთი არალეგალ მიგრანტებს არ უშვებს ქვეყანაში, რადგან უნგრეთი გენდერულ იდეოლოგიას სკოლებში გავრცელების უფლებას არ აძლევს. უნგრეთი დაუყოვნებლივი მშვიდობის მომხრეა უკრაინაში და ეწინააღმდეგება უკრაინის ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანების ნებისმიერ მცდელობას. სწორედ ამისთვის სჯით უნგრეთს. არაძლევთ ამ ქვეყანას მის კუთვნილ ფინანსურ სახსრებს. ზრდით ზეწოლას სხვადასხვა მუქარით, რათა ევროკავშირის საბჭოში ხმის მიცემის უფლებაც ჩამოართვათ. ჩვენ ევროპის პატრიოტები ვგმობთ ეროვნულ სუვერენიტეტზე თავდასხმებს და ვებრძვით კანონის უზენაესობის არამართლზომიერად გამოყენების მცდელობებს. უნგრეთზე თქვენი თავდასხმები არაფერია თუ არა ფარისევლობა. სწორედ ამიტომ ჩვენ ალტერნატიული რეზოლუცია წარმოვადგინეთ. ამ შენობაში ჩემი 21 წლიანი გამოცდილება მეუბნება, რომ IPP და მემარცხენეები მზად არიან კანონები უგულებელყონ, თუ მათ დღის წესრიგს ეს არ აწყობს. ისინი არაფრადაგდებენ დემოკრატიას და ამავდროულად სხვებს მოუწოდებენ დაიცვან კანონის უზენაესობა. ეს აშკარა ფარისევლობაა. როგორც ეს წარსულში არაერთხელ მომხდარა, ისინი ახლა ცდილობენ უნგრეთში 5 თვეში ჩასატარებელ არჩევნებში ჩაერიონ და გავლენა იქონიონ არსებულ განწყობებზე. ისინი ღიად ამბობენ, რომ სურთ უნგრეთში მთავრობა შეიცვალოს და სასურველი კანდიდატის კი ჰყავთ შერჩეული, რომელიც მათ უსიტყვოდ დაემორჩილება. საბოლოო ჯამში არ აქვს მნიშვნელობა თუ რამდენად შორს სწავლენ ისინი, რადგან უნგრელ ამომრჩევლებს ვერ მოატყუებენ. ეს მათ ვერც წარსულში შეძლეს და ვერც ახლა შეძლებენ. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.